გიორგი, დაასხი ჭაჭა. ეს რა ჭაჭა არის? ჭაჭა რიჟრაჟი, რქაწითელის ჯიშის ყურძინისგან არის. ალკოჰოლი? 42. ძალიან კარგი, ორნახადი ჭაჭა არის. ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჯიგრები. გაუმარჯოთ ახალგაზრდა ბიჭებს. აი, აკეთებენ ძალიან სიყვარულით, ძალიან მონდომები და სხვათა შორის ძალიან პოპულარობით. გაუმარჯოთ ჯერ ღვინის ბუტიკს, აკაურობას, მერე ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რიჟას და ყველას ვისაც ჭაჭა უყვარს რა. ვისაუბროთ ჭაჭაზე. მე ვარ ახლა გიორგისთან, იგივე კიჭასთან, ღვინის ბუტიკში და საუბრობთ ჭაჭაზე. გამარჯობა გიგა. გაგიმარჯოს გიორგი. კარგია. კი. ეს უნდა ვსვათ. ეს უნდა ვსვათ. ეს არის დეზინფექცია. ხო და აი ახლა უყურე გეკითხები გიორგი. ყველა მოიცით, ყველას გაგვიგია, რომ ჭაჭა რა, დიდ პატარას კაცს ყველას გაუგია, მაგრამ ჩვენ რო უთხრათ, რა სასმელია ეს? იმიტომ რომ ბევრს წარმოდგენა აქვს როგორი, იცი, რომ ჭაჭას რო დალევს, ცუდად უნდა გახდეს, უნდა დაიჭყანოს, მუხლები უნდა მოეკვეთოს, გადაგორდეს, გადამოგორდეს და არ არის რა მისთვის სასიამოვნო და სინამდვილეში ალბათ ესე არ არის. გვაქვს რაღაცა ეროვნული მაგარი პროდუქტი, რომლის სახელიც გაგვიგია, მაგრამ არ ვიცნობთ მას რა. რა არის ეს? აი, შენივე პასუხით შეიძლება ითქვას დაამთავრე შენი კითხვა, რომ არ ვიცნობთ მას. სადღაც ბავშვობაში ბებიასთან, ბაბუასთან, სადღაც სტუმარად წასულები რომელიღაც რაიონში არც ისე ეთყობა, ამ ყველაფერს ჭირდება ხარისხი. ამ ყველაფერს ჭირდება, რომ მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომ აი კაკრას ის რაღაცა დაჯღანები მაგის გარეშე ასე ვთქვათ მივიღოთ და გავიგოთ რა არის ეს პროდუქტი. ინფორმაცია გვინდა, ჩვენ ჭაჭა ვიცით რაღაცა დაჟე შეიძლება ითქვას, რომ უმეტესი ხალხი ჩვეულებრივ არ ახსეძახის ამას. რაც შეცდომაა და არ შეიძლება. არაყი არის არაყი, ჭაჭა არის ჭაჭა. ჭაჭა ხო 8000 წელია ვაყენებთ ღვინოს და ამხელა ისტორია გვაქვს და საბოლოო ჯამში მსოფლიომაც რაღაცა ეს ადგილი მოგვანიჭა, რომ ეს გამოცდილება გვაქვს. ის ხალხი ღვინოსთან ერთად ხო ჭაჭასაც მიირთმევდა, ჭაჭასაც აყენებდა. ამას სერიოზული სასმელია შეიძლება ითქვას. უბრალოდ ჭირდება მეტი ინფორმაცია, ხარისხი პირველ რიგში, კარგი ბრენდინგი, მარკეტინგის კარგი ჩატარება. მაგ ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ადამიანამდე მივიდეს ის, რომ თუნდაც აი მაღაზიაში ხარ, რომ მოხვალ და რაღაცა ერთ ბოთში რაღაცა რამშენობა აქვს, რაღაცა 40 ლარს, 50 ლარს, რავი შემხვედრია სადღაც 100 ლარი, რამშენობა აქვს ციფრებს, ხო? იაფი ნამდვილად არის. შენ შესაბამისად გინდა რა თანხას რო იხდი, რომ რაღაცა ის კონდეს, რაც უნდა კონდეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში რამოდენიმე ძალიან კარგი მეღვინე არის. მე უბრალოდ ხას გაუსმევდი, რომ ნატურალურ მეღვინეობიდან გამომდინარე ბიოსერტიფიცირებული ვენახებიდან მიღებული ჭაჭა, რომელიც ექსპორტზე ისე მუშაობს და ისე ელოდებიან ევროპის, ამერიკის, რა ვიცი, ყველგან ქვეყნებში, რომ იყიდება, მოთხოვნადია, აინტერესებთ და სხვანაირი დალევაც უნდა ამ ყველაფერს. არ არის ის რომ გავხსენით ხა და დავuliet 5 ბოთლი ჭაჭა 2 და 3 კაცმა, ხო? 500-ს დავлев, ხო, ცოტა 500-ს დავлев და 25-ს, მაგრამ შედეგი ხო, ყველაფერს სწორი მიღება ჭირდება, მირთმევა ჭირდება. თამასა უნდა აუწიოთ რა ამას რა, ძალიან აქ ეხა დაწეული და ვაგებზე. ხო, რაღაცა შენი თქმის არ იყოს ეს ბომჟი, რაღაცა არყისტულ, რაღაცა იმას სამაგონურ, რაღაცა იმაში გადის და ჭაჭა და რაღაცა რო უდევთ ხოლმე ეს კუთხეში რო ხო. აი ხო, ვიღაცის აი ყოფილა აქ და აი სახეზე წამიკითხავს მის რომ აი ჭაჭა ესე ბრენდინგში ბოთში რო რაღაცა შემითავაზებია ჭაჭა რა. ხო რა. არ იყიდი. ხო და ვაფშე არ არის ეგრე პირი. კი, რა თქმა უნდა. აი მაგასთან დაკავშირებით ეხა აი მოვიდ შენთან რა, ღვინის ბუტიკში მოვიდა უცხოელი და მოვიდა ქართველი. შენი გამოცდილებიდან რომელი უფრო იოლად ან ენდობა ჭაჭას, რომელი უფრო იოლად ყიდულობს, რომელს უფრო მოწონს. უცხოელს პირდაპირ შემელია ვთქვა, იმიტომ რომ ზოგადად აი ესეთი ბოთლში პროდუქტი
ღვინოზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ჭაჭაც ამ შემთხვევაში მან უფრო მეტი იცის. მან უფრო მეტი იცის, ანუ კულტურა მეტი. აი ესე მიწოდებული პროდუქტი რას ნიშნავს, როგორ სწორად გამოიყენო, ისევ რაღაცა 5 ბოთლი არ დალიო ერთდალევაზე და ასე შემდეგ. როგორც პროდუქტს ისე უყურებს, როგორც რაღაცა შემდგარ პროდუქტს ისე უყურებს. აი ხო, იცი რატო ალბათ ჩვენ მინუსი რა გვაქვს, იცი რომ ვიღაცა რაღაცა პასპასის ბოთლით გაუგზავნის მეზობელს არ არის მარტო საფახმელიო, არა, რა თქმა უნდა, ხაში და ხინკალი და რაყი ეგრე არ არის. გემრიელია, კარგია, მაგრამ ძალიან სხვანაირი სასმელიც არის, თავისი კარგი განწყობებით, კარგი მუსიკით, კარგი საუბრებით. სამწუხაროდ დღესდღეობით კიდევ შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცა ამ ძველი არ დავასახელებ რაღაცა სახელებს, ძველ რაღაცა მომწამლელ არყების სიაში გადის. ხო, გახს, კი, მახსოვს. ცუდად რო ხდიდა ხოლმე. მაგითო ერთი 4 ღვიძლი მაგამოსვილი იყო. აი ფასი თუ განაპირობებს ხარისხს რა, შენი დაკვირვებით ეხა აქ აი სიტყვაზე ხა ციფრებს მართლა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პირობითად აი 25 ლარიანი და 50 ლარიანი ჭაჭას შორის არის სხვაობა. კი, რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ თვითონ ბრენდინგამდე რომ მიდიხარ ამ რეგულაციებით, ხო, უკვე იმდენი რაღაცეები და გადასახდელი თვითღირებულებას გულისხმობ, რომ შესაბამისად შენი ფასიც იწევა. საბოლოო რომ იქ თავი შენი მოგებაც დაადო და რაღაცა ამ შენი შრომა, ასე ვთქვათ, საბოლოომდე შეფუთო. არის განსხვავება. მაგაში მართალი ხარ, იმიტომ რომ მე თვითონ გამოცდილება მაგრამ თვითღირებულება ძალიან ძვირი არის ჭაჭის რა. ანუ ერთი ტონა ყურძნიდან რომ მიიღებს სიტყვაზე თქვა ნორმალური ხარისხის 400 ლიტრ ღვინოს ან რაღაცას ჭაჭა შეიძლება ნახევარს გრუბად რო ხო გრუბად რო თქვა ჭაჭა შეიძლება მიიღო აი კარგი ჭაჭა 100 ლიტრი ან რაღაცა და სხვა ხარჯებია კიდე მაგას როცა კიდე როცა ხარისხებს საუბრობთ კი როცა ხარისხებს და როგორც ვიცით ჭაჭას ჭირდება აქციზი ეს შესაბამისი ცალკე გადასახდელი აი მაგასთან დაკავშირებით ღვინოს არ ჭირდება ეს და ეს ძალიან მაგარი რამეა ეს ძალიან მაგარი რამეა ეს რა თქმა უნდა ხარისხის კონტროლი სხვა მექანიზმია და ისედაც კონტროლდება მაგრამ აი აქციზიდან მოხსნა ღვინის ძალიან სწორი ნაბიჯი იყო იმიტომ რომ ამან ბევრი სხვა კარი გახსნა და მე ვფიქრობ რომ დროა რომ ჭაჭაზე დაიწყოს იმიტომ რომ ბევრი ვიცი რომ ყრის ჭაჭას არ უღირს და ღვინო დააყენა ცოტას დაიტოვებს სახში და არ უღირს რომ ჩამოასხას რა თუ ხელშეწყობა ექნება მე მაგ გადაყრილი ჭაჭით ვიღაცები ღვინოს აყენებენ მაგას თავი დავანა ეგენი ჩვენ არ გვაიტენ მაგრამ მართლა ეგრე არის კი მე ვინახავს რომ წავიმით ურიკებით რომ ვიაგვთ ხოლმე ესე ეგეც ვინახავს სადღაც იქით არ მინდა ხო არა არ თქვა ერთ ზავასხავ და თან მითხარი ხა შენ აი ხა რასაც ვასხავ ამ ჭაჭა ამ კონკრეტულს არა ზოგადად ჭაჭას რა მომავალი აქვს ჩვენ ქვეყანაში ვთქვათ რა და მე ქვეყნის ფარგლებს ჩვენ ქვეყანაში რატო ამოფიცი და რატო მინდა ამას ხაზი გაუსვა რომ მინდა რომ ჩემი და ჩვენი მიზანი რა არის ჭაჭაზე ბევრი ვისაუბროთ რომ ბიჭო იქნება რაღაც დავიწყოთ ამის დაფასება რა ცოტა მოხმარებას და მივიღოთ პატივისცემა დავიწყოთ რაც რეალურად არის რაც რეალურად არის აქვს მომავალი ჩვენში და ჩვენს გარეთაც კი ნამდვილად აქვს მომავალი საუბრობდით მე და შენ და ჩაწერამდე რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით სწორი ნაბიჯების გადადგმით რატომაც არა პირიქით ხო ეს ხო ღვინოს მოყვება ხო ისე ვთქვი რატომაც არა ეხლა რაღაცა ფესტივალებზე დავდივართ ხოლმე და აი ერთი სული აქვს რო ხედავენ ჭაჭა იძახიან ძალიან მოწონთ აი უბრალოდ ვიტყვი ხო გრაპაც ხო რაღაცა ყურძნის ჭაჭა რა პროსტა იქ უბრალოდ იქ გრაპა ქვია რა აი ისე ლამაზად არის და კარგად არის ეს ყველაფერი გაკეთებული რომ რატომაც არა ჩვენ დღეს ჩვენ თუ თითზე ჩამოსათვლელი რაღაც მეღვინეების რაღაც შემდგარი პროდუქტი უნდა გქონდეს, რომელიც წლიდან წლამდე ძალიან დიდ შრომას გადიან ბიოსერტიფიცირებული ყურძნები და საბოლოო ჯამში ეგ პროდუქტი უფრო მეტწილად გადის ექსპორტზე,
ვიდრე აქ ჩვენთან იმიტომ რომ აქ მომხმარებელი იმიტომ რომ აქ ხო, იმიტომ რომ აქ ცოტა ეგ არის, აი ცოტა რთულია ალბათ, რომ ეხა 5 თუმას არ გადაიხარ, გაიგე? აი მარტივად თურმე და კარგია. მარტივად კარგია, მარტივად ვისაუბრებ. 5 თუმას არ ატაკებს, მაგრამ ანუ აი ჩაჩას გაუმარჯოს და ყველას გთხოვთ, ვისაც ჭაჭა გიყვართ ან ვინც ამზადებთ, ან ვინც ზოგადად ახლოს ხართ ამასთან, რომ ვისაუბროთ, რაც ბევრი ვისაუბრებთ, უფრო კარგი იქნება და უფრო მალე გავიცნობთ და დაუახლოვდებით ამ სითხეს და ერთი კითხვაც მინდა გიო. აი ბოდიში ძალიან ეხ გამახსენდა რომ ძალიან კაი არის თელავში ტარდება ხოლმე ჭაჭის ფესტივალი. უშუალო ჭაჭის ფესტივალი და ამან ინტერესია ეგ რა დაჯილდოებებია, ეს მეღვინეებიც რაღაცა აჟიოტაჟი, რაღაცა ენთუზიაზმით ემატებათ ხო? შენი შრომა რო ფასდება უკვე კმაყოფილი ხარ, უკვე რაღაც შედეგი აქვს და აი რაღაცა როგორც თქვით რომ როგორც ვინოზე მოხდა რა, ხო გვახსოვს ეხლა 15-20 წლის წინ რა ერთ დღეს ერთი ბოთლი ღვინის ესეთი გადაცემა საჩუქარია უკვე რა. არა, კაი პონტია რა. კაი პონტია საჩუქარია რა. ავირისუნია. მოდი გავახარ. აი ზუსტად 3 წუთში მოვჩებით, კაი? ხო. კი. აი დაჯექი ბიჭებთან და გოგოებთან და ბოლო კითხვაც რა. შენი აზრით შეუძლია თუ არა ჭაჭას კონკურენცია გაუწიოს სხვა სპირტიან სასმელებს? თავისუფლად რა, თავისუფლად აი პირდაპირ და მარტივად რა ვთქვა, თავისუფლად შეუძლია რა. ჭაჭა არის აი ძალიან კარგი სასმელი, თავისი ძალიან დიდი ისტორიით, თავისი ძალიან ღრმა პროცესით. რატომაც არა, ხო, აი ერთი მახსენდება კორონა რო დაიწყო რაღაცა ჩავიკეტეთ ლოკდაუნია ერთი ამბავია და რომელიღაცა ტელევიზიამ რაღაცა კაი სიუჟეტი გააკეთა რეგიონებში გავიდნენ ხნიერ მოხუცებულ ხალხთან რაღაც ინტერვიუები ჩაწერეს და ერთი ქალბატონი იყო საყვარელი სადღაც რაღაც მთიან ადგილებში და ჩვენ სად მეო ჩემ მშობლებსო ესპანკები მესპანკები რაღაცა საშინელებები რო იყო დილითო 7 საათზეო სად გვაქვს მაგის დრო სანამ ყანაში გავალთო სანამ ვენახში გავალთო 50 გრამს ატაკე და ანტიკორონა მაგის მერე დეზინფექცია არაფერი არ დაგემართება ძალიან კარგი რამეა რა უბრალოდ აი ჩვენთვისაც ხო აი ჭაჭა რაღაცა გადაობა რაღაცა პახმელია აშვები შეჩემა აი ხო არა ეს პროდუქტია დაბოთლილია ნამუშევარია ლაბორატორია ხო რაღაცა მაღალი დონის სასმელია ხო აი ამას სწორად მოხმარება ჭირდება ეხა ჩვენ რო დავждეთ რაცა მაგარი ღვინოც არ უნდა ავიღოთ და რამდენი ეხა რო გადათხრები მეორე დღეს რა თქმა უნდა და აბრალებს სასმელს მაგრამ იმ შენ ღიბს აღარ აბრალებს მე მართალი ხარ კარგი გაუმარჯოს ჭაჭას გაუმარჯოს მეჭაჭებს გაუმარჯოს ჭაჭის დამფასებლებს გაუმარჯოს ღვინის ბუტიკს გაუმარჯოს და ეს ნაბიჯ რაღაცა აი როგორც მართლა შენი თქმის არ იყოს რაღაცა ღვინოზე როგორც გადავწყვიტეთ გადაწყდა მოვინდომეთ გავიგეთ თვითონ ქართველებმა ეხა აი რაღაცა 15-20 წლის წინ ხო ერთი ბოთლი უკვე საჩუქარია თქო აი სხვა რამე იგივე ეხაც ვიღაცა ქართველს მოდი და შენ 5 თუმანი მართლა გადაიხადე ერთ ბოთლში ბევრისთვის ეს მიუღებელია როცა ისევ იმ პლასმასის ოციანშია ტიპი რა და რთულია რაც შესაბამისად მე ხარისხი და ყველაფერზე ცუდად მოქმედებს ეს ამას დრო ჭირდება სწორი მარკეტინგი ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯები ჭირდება და ჭაჭის მომავალსაც გაუმარჯოს ჭაჭის მომავალს ვეჭველი უნდა გაუმარჯოს იმიტომ რომ ძალიან მაგარი მომავალი აქვს ამდენი ხანი არის და ამდენი დარწმუნებული ვარ 100 მაგდენი იქნება კიდე რა. ეგრე იყოს. კარგად მეგობრებო. მადლობა. შევხვდებით შემდეგში. მადლობა გიო. გაიხარე.